თუ არ ჩავთვლით აჭარას, მხოლოდ განათლების სამინისტრო წყვეტს ყველაფერს რა მოხდება სკოლებში. ანუ მუნიციპალიტეტი საერთოდ არ მონაწილეობს. მაგალითად, ქალაქ თბილისი განათლებაში თუ არ ჩავთვლით სკოლამდელს, არ მონაწილეობს არც სკოლების დაფინანსებაში, არც დირექტორების დანიშვნაში, არც რა ვიცი, მომარაგებაში, არც გარემონტებაში, არაფერში. და ევროპული მოდელიც და ამერიკული მოდელიც გულისხმობს იმას, რომ ქალაქი ადგილობრივი ხელისუფლება არის პასუხისმგებელი განათლებაზე, ცენტრალურმა შეიძლება დააწესოს რაღაც თამაშის წესები, მაგალითად, ძირითადი მიზნები, რასაც უნდა ყველა სკოლა დაემორჩილოს, მაგრამ შეიძლება იყოს ლოკალურად განსაზღვრული მიზნები, ხო, მაგალითად, სკოლა განსაზღვრავდეს, რა ვიცი, ედგათ როგორ უყურებს ბავშვი შემოქმედებით განვითარებას, ხო, რა იგულისხმობს შემოქმედებითობაში, მუსიკაში, უფრო მეტ ენერგიას ჭადებენ, რაღაცა ხელოვნებაში, ცეკვაში თუ სხვა რაღაც გამსახველობით ხელოვნებაში.